is a day both sovereign and free and a beacon of liberty for this region and the world. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე იდგა და ბუშის ისტორიულ სიტყვას უსმენდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ 20 წლის შემდეგ გარუსებული საქართველოს გრუზიას პირველპირად წოდებული მიმტაცებლის მოქმედი ირაკლი ყასაბთან ერთად ფოტოს გადაიღებდა. უფრო ახლოსაც შეგეძლო, შეძლებ ცოტა დარჩა, შენი ბატონის მიერ მიტაცებული მე რამდენად ბაბობ ედროს სახელმწიფო, ახლა რეგიონში რუსეთის პროვინცია, აღარც დამოუკიდებელია, აღარც თავისუფალი. ის ახლა მკვლელი რუსეთის სამხრეთ კავკასიური შავი ხვრელი რუსული დირკა, სადაც მეტროპოლის ცენტრიდან ჩამოსულებმა უნდა იგულავონ, დაისვენონ, იცხოვრონ, ფული გაათეთრონ და მაყუთი აკეთონ. ედროს ამაყი ქართველი ხალხი და ერთდროს საამაყო პოლიცია კი მათი მომსახურე ესკორტი ერთჯერადი გამოყენების ლაქია. თურქმენმა ხალხმა თავისი საქმის თვითონ იცის, ასე უნდათ და ასე ცხოვრობენ, უნდათ ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, უნდათ თურქმენბაშის დაბადების დღეს, უნდათ პუტინს მიიღებენ და გვერდით დაისვამენ. ივანიშვილის ჩრდილი ნეიტრალიტეტის მონუმენტთან პუტინის ჩრდილიც არ იყო. გვირგვინის დამდებთან მესამე თუ მეოთხე რიგში მიჩანჩალებდა. ზუსტად იგი იყო პრემიერ-მინისტრს წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და ეგეგმება. უნდა ვაღიაროთ ცეკას ინსტრუქტორმა რუსულ ლაბირინთებში სტაჟიანმა მობორიალემ ამჯერად სიმართლე თქვა. დიახ, ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის რუსული გეგმის მიხედვით საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება იქ, სადაც ყასაბია. 12 დეკემბრის აშხაბადი რუსეთის სპეცოპერაცია ბოდიშის ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო მომენტია, ჩემი პირადი დაკვირვებით, რომელიც ჰაერიდან არ მომიტანია სპეცოპერაცია ბოდიშის მიზანი რუსეთისთვის მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულად გაფორმება, ანუ საქართველოს დანაწევრება რუსეთ-ბელორუსის კავშირში შეთრევა და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. ქართველების და უკრაინელების მკვლელთან, ოკუპანტთან ფოტო ერთ სივრცეში ერთი რიგიდი ფოტო არ არის. არც აშხაბადში ჩასვლა, მხოლოდ ჩასვლა ამ ყველაფერთან ერთად მთავარი ის არის, რაც მოქმედ ირაკლის კრემლის დიქტატორის თანდასწრებით უნდა ეთქვა. მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველოს მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. ქართულ თარგმანში პუტინისთვის რამდენიმე მეტრში ჩაბარებული პატაკი ასე ჟღერს. ჩვენ შევეგვეთ თქვენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას. ჩვენ აღარ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ გვაქვს პრეტენზია რეგიონში ლიდერობაზე. ერთადაც გთხოვთ, გვიპატრონოთ რუსული მშვიდობით, ჩვენ ვაღიარებთ თქვენს სუვერენობას ჩვენზე, რადგან დაკარგეთ სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ გრუზინები ვიქნებით თქვენი სამხრეთ კავკასიური პლაცდარმი. დიპლომატების პროფესიულ ენაზე კი ივანიშვილი აღიარებს კრემლის ნოვი რეალიის, ანუ ის, რაც მიიტაცა რუსეთმა აქ, უკრაინაში და რის მიტაცებასაც მომავალში ფიქრობს, გრუზია ახალ რეალობად აღიქვამს და ეთანხმება, სადაც პუტინი, იქაც ივანიშვილი და მოქმედი ირაკლი. Мало новые реалии для Грузии იქნება восстановление дипломатических отношений. კონსპირაციები მიყვარს მით უმეტეს სოფლიო турბულენტობაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ პუტინს ყოფახიზისთვის ზედაც არ შეუხედავს. ბოჭორიშვილი საერთოდ არ იცის ვინ არის. ესენი ხომ არავინ არიან. ამასობაში ერთი კითხვა გამიჩნდა. თურქმენეთში ლუკაშენკო არ ყოფილა? თუ მშვიდობა არ ადარდებს, თუ იყო და მე გამომრჩა. ერთი რაც ვიცი რომ ალიევი და ფაშინიანი დუშანბეში ნამდვილად არ ყოფილან. არ უნდათ ყასაბთან ერთად ფოტოს გადაღება და არ წასულან. ფაშინიანი და ალიევი დუშანბეში მშვიდობას და ნეიტრალიტეტს არ ეძებენ. მათ შორის რუსული ომი დამთავრდა. ახლა ერევანი და ბაქო იმის გარკვევაშია, არის თუ არა მათი მეგობარი ივანიშვილის გრუზია. ამასობაში კი დიდი ალბათობით მალე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგება. ბევრი იმუშავა იმისთვის ივანიშვილის რუსულმა დაჯგუფებამ, რომ შუადერეფას გრუზია ბოლომდე გამოეთიშოს. სომხეთის და აზერბაიჯანის შავ ზღვაზე გასასვლელი, ხოლო თურქეთი იყოს ცენტრალური აზიის და თუ გნებავთ ჩინეთის გასასვლელი დასავლურ ბაზარზე, არა საქართველოს რკინიგზა და პორტები, არამედ აზერბაიჯანს, სომხეთ,
თურქეთის მაგისტრალი იყოს. და აქვე რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ უფრო დამაჯერებელია, რომ ანაკლის სპორტის დასამარება ამერიკელებს შავ ზღვაზე რა უნდათო წმინდა რუსული დავალება იყო, რომელიც ივანიშვილმა პირნათლად შეასრულა. ისიც სარწმუნოა, რომ უკრაინაში 2014 წელს ომის დაწყების მერე მოსკოვს ესპორტი იმ ზღვაზე, რომლის მიტაცებასაც ბოლომდე ცდილობს, არ უნდა ყოფილიყო. თვითონ პუტინს ომის ფართომასშტაბიანი ფაზა ჰქონდა. მე რა რომ ბორიკამ არაფერი იცოდა, მან იმდენი იცის, რამდენიც საჭიროა დანარჩენს შეასრულებს უსიტყვოდ საქართველოს დასამარების ხარჯზე. ანაკლიაზე მაშინდელი პრემიერი, აი გახარია ჩვენი პრემიერია, გამახსენდა, მას აუცილებლად მიუბრუნდები, ისევე როგორც გარუსებული თბილისის გრადანაჩალნიკს. ამასობაში კი რეგიონის თავისუფლების ახალი შუქურა, რომელსაც არარუსული არამედ ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი ეკონომიკა და ევროპასთან სიახლოვე აქვს, სომხეთია. გილოცავთ ძვირფასო სომხებო, შეერთებულ შტატებთან ერთად თქვენ ახლა გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობით ხართ და იმედია მალე მოგილოცავთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. ვინც ნამდვილად პრაგმატულია, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებს, ვინც წინ იყურება და ვისაც რეგიონში და მსოფლიოში მეგობრები ყავს, მას შეუძლია აშხაბადში პუტინის მოედანზე არ ჩავიდეს და ჩtildeში არ იდგეს ნეიტრალიტეტის ღაღადით. თითქმის 10 საათი დასჭირდა ივანიშვილის რუსულ ენოვან ქართულ პროპაგანდას იმისთვის, რომ საკუთარი მაყურებლისთვის ეთქვა კობახიძემ სურათი გადაიღო. მანამდე კი დაზეპირებული ბრტყელ ფრაზებით აქებდნენ და ადიდებდნენ მოქმედი ირაკლეს სიტყვას. სიმართლე გითხრათ, გადავწყვიტე ერთ-ერთი მათგანისთვის სახელით მიმემართა, თუმცა საკუთარ ასაკს ვეცი პატივი. ფიქრობ, ისედაც მიხვდება. თან ჯერა, ზოგი ჯერ ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს, რომ ღალატის მონაწილეა. ზოგს ეკრანზე გამოჩენა უხარია და გონია საქმეშია და ფიქრობს, რომ მომავალში რომელიც ხვალ არის, არ მოეკითხება. გარწმუნებთ, ღალატში თანამონაწილეობა ამათ გაცხადებულ ღალატზე უარესია. მაყურებელთან ბოდიში და ახლა მიმხედრი მიხვდეს გავრილოვის სისხლაღამეს დაზარალებული რომ იყავი. მერე სარჩელი გამოიტანე, სახეზე გეტყობოდა ყველაფერი, როცა სადღაც ხარ და შენი ქვეყნის ოკუპანტი, შენი კოლეგების მკვლელი, ქართველების სისხლში ყელამდე ჩაფლული, ან წუხელიძის მკვლელი, უკრაინელი ბავშვების მკვლელი, დააბოტებს სისხლიანი ჩექმით და აზრათაც არ მოგდის სადმე დერეფანში გაკიდებოდი, ალბათ პრესცენტრში იყავი ჩაკეტილი. თუ გახსოვთ ივანიშვილი ესწრებოდა ამ სხდომას? ეს თქვენ მითხარით რა გახსოვთ? არა, მე უბრალოდ კითხვა დავსვი. კითხვებს საქმეშო. ეს სიკეკულცე დარჩეს. ბატონო გიორგი, როდემდე აპირებთ გავრილოვის სისხლიან ღამეზე და ანაკლის სპორტზე დუმილს? თქვენი დეპუტაცია თბილად არის ოცნების გვერდით. ხედავ არ ეხამუშებათ, პრინციპში ფუძე ერთია. ისე კი სისტემა არ გაიშვას, რომელსაც თქვენ შიგნიდან დაანგრევთ. ან გამოდით და მოყევით რა მოხდა, რა დაგავალათ გავრილოვის ღამეს ივანიშვილმა, რა როლი ჰქონდა ხალხის უმოწყალო დარბევაში, თვალების დათხრაში, დათვის და რეზინის ტყუების დამიზნების სროლაში, ან ზურ ჩუბინძეს, ან არა და ეს თვითონ ოპოზიციონერობა დაასრულეთ. კარგია ბერლინში, თვალთხარია იყავით და ხართ, სანამ სიმართლეს არ იტყვით, ეს ნავალნობაც არ გამოგივიდათ, პატარა მასშტაბის ხართ. დევნილის მანტიამ არ მოგიჭიროთ სადმე მითეში, ან კუდამზე, ან შარლოტაბურგში. მოდით დავიწყოთ ბოდიშიც, კარგად შეინახეთ. თორემ გავრილოვის ჩამოთრევამ და მასპინძელმა 2 დღის წინ მკვლელთან ფოტო გადაიღო, მანამდე ამერიკის მტრებთან. ამერიკაზე ივანიშვილის ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის უბადრუკი მცდელობა გამახსენდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, ტრამპი ახლა ამბობსო, ეგ რომელი ტრამპია? ვითომ ფილოსოფოსმა ბიზნეს დუგინმა ყველა ბრუნაში რომ ატრილა და დიპსტეიტად გამოაცხადა? შეცვალეთ რუსკაია პლასტიკა, იმიტომ რომ უკრაინის დამარცხება გინდათ? პუტინის მხარეს იყავით და ხართ და ტრამპს ეფარებით და გგონიათ რომ მიწების ტორტივით დაჭრის შემთხვევაში უფრო ნაზად მოხვდებით რუსულ ხურდაში. რუსების მხარეს რომ არ იყოთ, პროპაგანდის მომზადებულ ვითომ სიუჟეტში არ გამოგჩებოდათ ზელენსკის კუპიანსკი, მაგრამ რუსული სიძლიერე ხომ უნდა აჩვენონ მოტყუებელ მაყურებელს. სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად ვლადიმერ პუტინმა სამხედროებთან შეხვედრა გამართა და ჯარს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების ბრძანება მისცა. რეალობა კი ის არის, რომ ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივები სამუდამოდ გაყინა, რაც მიზნად ისახავს ბელგიის დათანხმებას ხარი დაუჭიროს ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინის 2026-27 წლებში სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტის საჭიროების დასაფარად გაყენული რუსული აქტივების გამოყენებით კიევისთვის სესხის გაცემას გულისხმობს.
პუტინი მოფამფალებულ კუნთებზე იყურება და ახლა მისთვის ომის დროებით გაჩერება ნებისმიერი ზავი მხოლოდ ამოსუნთქვის საშუალებაა. მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი ძალებით დაიწყოს ომი ახლა უკვე მთლიან ევროპასთან, თუმცა მანამდე მის გეგმაშია ვაშინგტონი და ბრუსელი ბოლომდე წააჩხუბოს. ამასობაში კი იმის გარდა რომ უძლიერესი რუსული არმიის მითი კიევთან დაიმსხვრა, ახლა თავად პუტინის მითი იმსხვრება რუსეთის შიგნით. სატელეფონო საუბრების გაჟონვამ ცხადყო, რომ ის ხელშეუხებელი აღარ არის. არ აქვს მნიშვნელობა ჩანაწერები მსოფლიო მედიას ვინ მიეწოდა პირსისხლიანმა ომის პარტიის წევრებმა, რომლებსაც უშაკოვი დიმიტროვის მოშორება უნდა, შეერთებული შტატების დაზვერვა თუ რომელიმე დასავლურმა სპეცსამსახურმა. თუ არსებობს ერთი სატელეფონო ჩანაწერი, არსებობს მეორე, მესამე და ასე შემდეგ. საუბრების გაჟონვამ ცხადყო, პუტინმა საკუთარ გარემოსვეზე კონტროლი დაკარგა და მთელი ისტორია პუტინის წინამდე მიმართული აქტია. ამ თემაზე არაერთი სერიოზული ანალიზი არსებობს, ამით ახლა აღარ დაგღლით. რაღაც მინდოდა მეთქვა ცოცხალ ტროლზე, აი პროპაგანდა რომ პირველ კანონმდებელს უწოდებს. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ეყოფა კალაძის იოლკაზე ტაშრო უკრავდა. ისე ორბელიანის ბინადარი რატომ არ დაპატიჟეთ ნავაგოდნი ძერევნიაში? ალბათ გამოგჭირთ. რატომ სანტა და არა თოვლის ბაბუა, სანტა ხომ დასავლურია, სცენარის დეკორატორს რამე ხო არ შეეშალა. ისე კი რა სიმბოლურია, რომ იმ ადგილას, სადაც 1 წლის წინ ივანიშვილის ხარებას პოგრომში მარბელებმა დედაშვილი გასტაცეს, კალაძის რუსულ ზღაპარში შვილმა დედა იპოვნა. მერი კალაძე ყოჩახ. კარიბჭე გაიღო და ბიჭუნას დედიკო იპოვა. აპლოდისმენტები. ყველა სურვილი რასაც ჩაიფიქრეთ. ივანიშვილი რომ ახლა ინტერნეტს აკონტროლდეს, ჩვენ დღემდე არ გვეცოდინებოდა, რომ მისმა ირაკლიმ სადღაც თურქმენეთში მკვლელთან ერთად ფოტო გადაიღო. რუსული პატაკი ჩააბარა და საქართველოს გასაღებიც გადასცა. თუმცა ესეც მალე იქნება თუ მიუშვით ივანიშვილის თავარ ოცნებაზე სატელევიზიო სეზონის ბოლოს ახალ წელს მოგილოცავთ. სნასტუპაევში. თუმცა მე უსურვებდი იმას, რომ რაც გათვლილი მაქვს ყველაფერი შემესრულებინოს. მე კარგად მაქვს დანახული, კარგად დამიგეგმავს და მე მგონი მაგის უნარი შემწევს, რომ უნარი შეგვწევოდეს იმისა, რომ ჩემი ოცნებები და ჩემი დაგეგმილი ოცნებები, რომლებსაც ფრთები უნდა შევასხათ, ყველაფერი შემძლებოდეს და ყველაფერი შეგვძლებოდეს ერთად. ახლა მხოლოდ ჩვენზე საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, აიხდენს თუ არა რუსულ ოცნებას ის, ვინც საქართველოს ასამარებს და კოლაგის ქვევრში აღჭევს. და ბოლოს ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.